იმყოფებით ორი სახშელახსრულების დაწესებულებაში ბათუმის და მარტში მოხდა ჩვენი ეტაპირება გეგუთის ნომერ მე-14 ნახევრადღია დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, პირობები საქვეყნოდ ცნობილია და მთელ მსოფლიო მიცის, რომ იყო საკმაოდ სავალალო დამოკიდებულება პატიმრებთან, არა ჰუმანური, არა სათანადო, რაც ბოლო ხანებში სახელმწიფო უცვლილებასთან ერთად გაქრა, რაც აბედნიეროა მთელი ქვეყნისთვის და პატიმრებისთვის და პატიმრების ოჯახებისთვის. ჩვენთან დამოკიდებულება არც თუ ისე ლოიალური იყო და ეს გასაკვირი არ იყო, რადგან ჩვენ ვიყავით ციხეში პატიმრების სტატუსის სწორედ სააკაშვილის რეჟიმთან ოპონირების გამო და შესაბამისად იყო გარკვეული ხასიათის ფსიქოლოგიური წნეხი, ცოტა ფიზიკურიც, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ალბათ განცხადებებს მოგვიანებით გავაკეთებთ და რაც მთავარია დღეს თავისუფლები ვართ, უბრუნდებით საზოგადოებას, უბრუნდებით ოჯახებს. არავითარი საჭიროება არ არსებობდა სახელმწიფოსთვის, რომ მომხდარიყო ჩვენი იზოლირება საზოგადოებისგან, რადგან ჩვენს დაკავებას საერთო არ ქონია სამართლიანობასთან, საერთო არ ქონია კანონიერებასთან და მიმდინარე წლის 5 დეკემბერს პარლამენტის დადგენილება, რომელიც პოლიტპატიმრების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შედგა, ჩვენ ადამიანები, ვინც დღეს ვტოვებთ სახშელახსრულების დაწესებულებას, ამ სიაში მოიხსენიებით და ჩვენ ასევე მეტი სიცხადისათვის ჩვენი უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ასევე მართლმსაჯულების ხელისუფლების შტოდანაც გვექნება მთელი რიგი მცდელობები და წყალგაუარია ეჯგარეშია, რომ ეს იყო მხოლოდ შეთითხნილი ბრალდება, რომელიც იყო ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული და სხვა არაფერი.